სოციალური რუბრიკის და მარიამ ბარათაშვილის დროა კვლავ ჩვენს ეთერში. მარიამ, კიდევ ერთხელ მოგესალმები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმები მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ Tkwiji-ზე. Tkwiji ეს არის პროექტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას ნებისმიერი თქვენი მოსაზრება და პრობლემა ფართო აუდიტორიას გააცნოთ. ამისათვის კი უნდა მოხვიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ცენტრალურ შემოსასვლელთან კოსტავას 68 ნომერში. ახლა კი განახებთ იმ ორ ვიდეოს, რომელიც ჩვენ ამოვარჩიეთ. ერთ-ერთი ვიდეო არის პრობლემატურ თემასთან დაკავშირებით. ადვოკატი მანანა კალაურიძე ერთ-ერთი პატიმრის პრობლემაზე საუბრობს. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ ეს ვიდეო, შემდეგ კი გაჩვენებთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გადავამოწმეთ. ასე რომ ვნახოთ ვიდეო. ილია კვატალიანი იმყოფება ნანიშვილის სახელობის კლინიკაში ხონში, ქუტირში. იგი გასამართლებული იქნა 1909 მუხლით და მსჯავრს იხდიდა პირველ საპრობილეში, შემდეგ ქუთაისში იქნა გადაყვანილი და ქუთაისიდან ისევ ხონში აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის პერიოდში გაუარესდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მისი დიაგნოზი სამხარეული სახელობის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი დიაგნოზი გახლავთ არანოიდული შიზოფრენია ქრონიკული F20. შესაბამისად, თხო ყველა იმ დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც უშუალოდ ხელეწიფება, ეს გახლავთ ქალბატონი მარიამ ჯაში, თავად საჯარო ასულების სამინისტრო, რომლის ერთ-ერთი კომისიის წევს ბატონ არჩილ თალაკვაძეს მე გუშინ დედამისთან ერთად ვესაუბრე, თხოვთ დახმარებას. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის მოადგილესთან, არჩილ თალაკვაძესთან და ახლა გთავაზობთ მის კომენტარს. პაციენტი დროულად მოთავსდა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე იქ იმყოფება, გადის მკურნალობას. რაც შეეხება მხარის მიერ კომისიაზე ზეგავლენის მოხდენის ცდილობას, როცა პაციენტი გამოეწერება ამ სამედიცინო ცენტრიდან, ეს არ არის ჩვენი ცენტრი, ეს არის სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებული დაწესებულება, როცა პაციენტი გამოეწერება ამ ცენტრიდან, მათაც უთხარი და მე ძირითადად ვაფიქსირებ პოზიციას, რომ ოჯახს ექნება საშუალება ჩართოს მისი ნდობით აღჭურვილი ექიმით. ახლა კი ცოტა მხიარული ვიდეოთი დავასრულოთ ეს ჩართვა. ყველაზე ორიგინალური დაბადების დღის მილოცვას მოისმენთ ახლა თქვენ ჩვენს ეთერში, რომელიც Tkwiji-ზე იყო და ჩვენ ამ ვიდეოს ავტორს გადავცემთ გამომცემლობა დიოგენეს მიერ დაწესებულ წიგნს სირცხვილს, ასე რომ ვნახოთ ვიდეო. ჩემი ძვირფასი ადამიანის დაბადების დღე. ზუსტად 21 წლის წინ ამ ქვეყანას პატარა საქართველოს მოევლინა ერთი ანგელოზი. სახელად თინათინი დაარქვეს. მე ის ზუსტად 8 თვის წინ გავიცანი. და მე ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც მოხდა, რაღაცამ გაიღვიძა. ჩვენ მალევე გამოვუკვდით ერთმანეთს სიყვარულში. რა ლამაზი დღეა რა ლამაზი დღეა იმიტომ რომ დღეს